ჩემს უპასუხის მიღებას. მე ვეცდები იმ ჩემს არეალში, რაც ჩემი ძია. მე ხო თქვენ ვერ გეტყვით საუცხოზე რა აჯანყოთ და სადილზე რა აჯანყოთ, ხო? ჩვენ ზრდასრულები ვართ. თუ რაღაცა არ გამომდის, მოდი ჯერ მიდავფიქრდები. იგივე ტელეფონთან ჩვენ დურთიერთობ ჩვენი შვილისთვის ყველაზე დიდი მაგალითია. ხო? ოჯახი ხდება ტელეფონში, მამა ტელეფონში, ბავშვები ტელეფონში არიან და დღეს ვახშამზე ოჯახი სადიოზე და მგონი არ ვიცი მე ოჯახი სადე მესამე თურქე არა შესაძლოა გახდება და შეიძლება ბატონია ხო მოკლედ მე ფსიქოლოგია ტერიტორიაზე ვერ შევავთ წმინდა პედაგოგიკური თვალსაზრისით მინდა რამდენიმე პირველ რიგში რაც ახლა ხდება დიდი ხნის წინ ნაწილასწავლებელი მოვიდეს ეს კომპიუტერზე დამოკიდებულება არის ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს ჩანაცვლება ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროთ ეს სულია თუ კარგია განსაკუთრებით სამყარო მაგრამ თავი ის არის რომ აი ამ ჩანაცვლებას თან ახლავს აი ეს მომენტი რასაც ჩვენც ახლა ლაპარაკობთ განცდა იმისა, რომ თავისუფლება არის აბსოლუტური და მოვალეობა პრაქტიკულად არის ნიველირებული. პასუხისმგებლობაც არის ნიველირებული. ადრე ამ თემებზე უფრო ბილად საუბრობდი ხოლმე მე პირადად. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ეს მისულია ზვართ. ძალიან რთულია ეს გაზა. თუ დაფიქრებულ ხართ ამაზე რომ ეს ერთ-ერთი რთული მომენტია მასწავლებლის და მშობლის ურთიერთობა. რომ ბავშვი სახლში და ბავშვი სკოლაში არის ხანდახან ორი დიამეტრალურად განსხვავებული რამ. მაგალითად, ამ სკოლაში აკრძალულია ტელეფონების გამოყენება, შეტანაც გამოყენება საკლასო ოთახში. სიტყვიერად კი არის პრაქტიკულად. აი მაგალითად თქვენ ესაუბრებით ბავშვს ავთან დილის ანგარზე და რაღაცა მნიშვნელოვან თემას უნდა შეეხო. ნამდვილად ხედავთ რომ ეს ბავშვი ჩართული არ თქვენ არ გესმით. თქვათ რომ შენი შვილს რომ ისცემთ ერთი წუთი შეიძლება გაჩერდეს, შენ არც გაჩერდეს. მეორე წუთი ისე თუ ეთქვით რომ ვიცით რა მე ხარ ამას ჩამოგართმევში დავდებ და გავაკეთებ დამთავრდა ეს ისი უფრო შელახავს არ ვიცი რატომ არ აქვთ ბავშვებს ინფორმაცია რომ მათი ურთიერთობა სხვა თაობის ადამიანთან ან მათი მოვალეობა ან მათი პასუხისმგებლობა ითხოვს გარკვეული წესისა და რიგის დაცვას, რაც მაგალითად სკოლის შინა განათლებში წერს. ეხლა ამ წუთას მე რასაც ვაპარაკებ, მე თვითონ მაგრად არ მოვწონს ეს ლაპარაკი. რას ნიშნავს სკოლის შინა განათლებში წერია ხათ? ცოცხალ ურთიერთობაზე უკეთესი არაფერი არ არის ადამიანთან და ბავშვთან და შემოიღოს უნდა ჩემთან. ოღონდ ერთი რამ არის, იცით რომ ზღვარი რომ ახსენეთ ეს ზღვარი დღეს არის ძალიან თვალსაჩინო. ეს ზღვარი შეიძლება კიდევ უფრო გადაილახოს ძალიან მაგარი. ამას წინათ ვკითხულობდი რომ ჩინელებმა თუ იაპონელებმა ერთ-ერთ საჭიროებიან მაგ საქმეში შექმნეს უკვე ლამის ბიორობოტები. ეს კომპიუტერი შეიძლება ჩაანაცვლოს ვიღაცა ტიპმა, რომელიც იქნება საუკეთესო მეგობარი. გაყიდინებენ ეს ტიპებს თქვენ მალე. ის ტიპი ჩაანაცვლებს კომპიუტერს. თითის დაჭერაც არ დასჭირდება. ეთქვის რა ეს მარჯვენა ეწმედი ის ყველაფერს ამჟამად. ის ჩაანაცვლებს საუკეთესო მეგობარს. იცით თქვენ რომ გამოკითხულ მამაკაცთან დაახლოებით 30%-მა თქვა რომ ესენი არაპირებენ ცოლის მოყანას აგერად შველი ცოლები იყოლებათ აბსოლუტურად. არანაირი პრობლემა.
არც არც აგეჭვია არაფერსაკა ფოტოშორის ერთმა კაცმა მოსწინათ ძალიან დიდი ფულის პასუხობა თქვა რომ ჩემმა ცოლმა ბარათი დაკარგა ხო და არ ვაცხადებთ პოლიციაში იმიტომ რომ ის ბარათის ფლობელი გაცილებით ნაკლებს ხარჯავს ვიდრე ჩემი კაფეში ჩავარდა ეხლა როდესაც მაიკო შეუმთავაზა და შეუმერთან შეხვდა ამ თემას უნდა შევეხოთ მე როგორც ყოველთვის უთხარი რომ მე ამ საქმეში არ გამოვიდი არა ფსიქოლოგია შესანიშნავი ფსიქოლოგი ყავს აგერ და ეს ისაუბრებს მეთქი და ეს თავს არ მანებს და მაშინ მეთქი იქნება ეს კუთხე იყოს საინტერესო და ამ კუთხეზე მინდა რომ რამდენიმე სიტყვა გითხრათ 1750 წელს საფრანგეთში დიჟონის აკადემია ასეთი აიმა გამოაცხადა კონკურსი. არ ვიცი ეს ახსენებს რა. კონკურსის სახელწოდება უბრალოდ თემა იყო ასეთი. ხელს უწყობს თუ არა ცივილიზაციის განვითარებას მეობრებ სრულყოფას. ანუ რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა, მით უფრო უკეთესი ხდება თუ არა ადამიანი. იცით ვინ გაიმარჯვა ამ კონკურსში? ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც თქვა, რომ რაც უფრო ვითარდება ადამიანი, მით უფრო უარესი ხდება ესე. და ერთ-ერთი გამოსავალი ეს არის ურბანულმა ქალაქურ ცივილიზაციაზე უარეს თქმა და სოფელში დაბრუნება ადამიანს. ცოტა ხანი გავიდა და მე თვითონ უარყვეს თავისი მოსაზრება, მაგრამ თავისთავად საინტერესო ამბავია ეს, რაც მან თქვა სანამ ახალგაზრდა. ეს კაცი იყო ძალიან ცნობილი ფრანგი განმანათლებელი ჟან-ჟაკ როსო. მართლაც საინტერესო კითხვა ეს. ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ პრობლემებზე, რაც ამ ცივილიზაციის განვითარება მოიტანა და როგორ მოქმედებს ეს ჩვენი შვილებს, ადამიანს ზოგადად როგორ კაცობრიობაზე როგორ მოქმედებს. ვაბსოლუტურად ჩვენ მოკლება დღეს თქვათ, რომ უფრო ჭკვიანები ვართ, ვიდრე იყო პლატონი. უფრო ინფორმირებულები ვართ. მაგრამ უფრო ჭკვიანები მე პირადად ვთქვი, პლატონის ჭკვიანებებს კი კონდიადრე მე თვითონ არ დავიწყე. შეგვიძლია ჩვენ თქვათ, რომ უფრო მეტად შეიძლება შევყვარდეს თანამედროვე ახალგაზრდას, ვიდრე რომეოს უყვარდა ჯულიეტა. ან შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მმართველობის თანამედროვე ფორმა არის უკეთესი, ვიდრე მაგალითად ჩინგისხანის დროს იყო. ვიღაცა იტყვის, რომ რას ხუმრობ კაცოში. თქვათ არ ხუმრობს მართლაც. იცით რატომ? ჩინგისხანი ატარებდა კონკურსებს აგერე შუა საუკუნეებში, რომ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაენიშნა ყველაზე მომზადებული ადამიანების ამოსვლა.